საღამომშვიდობისა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენთ ახალ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ток-შოუს. ეთერშია ევროპული არჩევანი. თემა: საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობა დღეს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვის შეფასებები და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩვენს გადაცემაში. გადაცემის მეორე ნაწილში დისკუსია ევროინტეგრაციის საკითხებზე. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორი ქეთევან ვაშაკიძე. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაბანაძე. პირდაპირ ჩართვა ბრიუსელიდან. ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სალომე სამადაშვილი. საინტერესო ფაქტები ევროკავშირის შესახებ. უინსტონ ჩერჩილის ისტორიული სიტყვა და პირველი ნაბიჯები ევროპული ერთობის შესაქმნელად. ეთერშია ევროპული არჩევანი. კვლევების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს საქართველოს ევროკავშირის წევრად იხილოს. საზოგადოებას სჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია თუ რას ნიშნავს ევროპული ოჯახის წევრობა. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ევროპამ თავის რიგებში მიგვიღოს. ჩვენი გადაცემის მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ. თქვენ მაყურებლებს შეგიძლიათ თქვენი შეკითხვები გამოგვიგზავნოთ და ინტერნეტ მისამართზე, ასევე სოციალური მედიის საშუალებით. ჩვენს გადაცემას გახსნილი აქვს თავისი გვერდები Facebook-სა და Twitter-ზე. და ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარია ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, რომელსაც მივესალმები და დიდ მადლობას გადავუხდი სტუდიაში მობრძანებისთვის. გამარჯობათ. გამარჯობათ. ბატონო, უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის დრო და ჩემი პირველი შეკითხვა ეხება საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობას. ბუნებრივია, რა ეტაპზეა თქვენი შეფასებით ეს ურთიერთობა დღეს? ვიტყოდი, რომ მეგობრულ დონეზეა განვითარებული ამჟამად. Georgia is a country which has given საქართველოს არის ქვეყანა, რომელმაც აშკარად გამოაჩინა, რომ ის დაინტერესებულია და იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს, სურს იყოს ახლოს ევროკავშირთან და ჩვენ მოუთმენლად ვერვით იმას, რომ საქართველოს მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს. რა ხარვეზებს ხედავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში, რომელსაც საქართველოს ვერ ასრულებს, ან რა წარმატებულ ნაბიჯებს ხედავთ, რომელიც შეასრულა საქართველოს? აღმოსავლეთის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. იმიტომ რომ ის იძლევა შესაძლებლობას, რომ შეიქმნას სტრუქტურირებული ურთიერთობა ევროკავშირსა და სხვა სახელმწიფოებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ამ ურთიერთობების დიდი ნაწილი ემოციებზე არ არის დაფუძნებული. ეს გულისხმობს ასევე დიდი რაოდენობის თანხების განკარგვას, დიდი რაოდენობის თანხების ხარჯვას, მრავალრიცხოვან პროექტებზე, იმისთვის, რათა მიღწეულ იქნას გარკვეული პრაქტიკული შედეგები. ნებისმიერი დიდი ერთეული, როგორც ევროკავშირი, ცდილობს მონახავს ისეთი გზა, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს თავისი თანხები, განკარგოს თანხები. სწორედ ამიტომ ხდება სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება, გამოგონება, ასე რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა უპირველეს ყოვლისა არის საშუალება, რომ მივცეთ შანსი ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეზობლებს, რათა მიაღწიონ უფრო ახლო ინტეგრაციას ევროკავშირთან, რაც გულისხმობს ასოციაციის შესახებ ხელშეკრულების ახალი თაობა, საქართველოსთან უკვე მიდის მოლაპარაკება ასოციაციის შესახებ ხელშეკრულებაზე, ახალი ტიპის ასევე სავაჭრო ურთიერთობები და საქართველოს ძალიან მალე, იმედი მაქვს, ძალიან მალე და არაგვიან დაიწყებს მოლაპარაკებას ღრმა და ყოვლის მომცველ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე, რაც გულისხმობს არა მხოლოდ სატარიფო ბარიერის დაკლებას საქართველოსა და ევროკავშირის შორის, მაგრამ ასევე გარანტიებს იმისთვის, რომ ქართული ექსპორტი ადვილად შეაღწევს ევროპის ბაზრებზე, იქნება სრულად შესაბამისი ევროპის პროდუქციისა და შეძლებენ ქართული ექსპორტირები მაქსიმალურად ისარგებლონ ევროპული ბაზრით. რამდენადაც ვიცი, ეს ბაზარი არის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი
საქართველოსთვის. So this is extremely important. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. On the other hand, მეორეს მხრივ, apart from these steps, გარდა ამ ნაბიჯებისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ურთიერთობა არის გზა, რომ აღმოუჩინოთ საქართველოს დახმარება გარკვეული ძალისხმევების სანაცვლოდ. Georgia has lived through difficult times. საქართველოს რთული დრო უდგას And there were moments when support was very much needed. და იყო დრო, როცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ასეთი დახმარების აღმოჩენა. To give only one simple example, ძალიან მარტივ მაგალითს მოვიტან, it was about 100 and more million euro which have been მილიონ spent ევროზე on მეტი trying to დაიხარჯა support the Georgian იმისთვის, რომ effort დახმარებოდით to საქართველოს give shelter ძალისხმევას to those კონფლიქტის შემდეგ. people who have been 1 internally მილიონ displaced. ევროზე მეტი, რათა დახმარებოდით ხალხს If you მოენახა look into all the თავშესაფრები programs that are going on in დაგვებინავებია Georgia, ხალხი, რომლებიც იზარალის you will კონფლიქტის see შედეგად. that they can amount all of them, including these which have უნდა მოგვეძია investment element, these which სხვადასხვა have საშუალებები, რათა დაგვეფინანსებია სხვადასხვა humanitarian საინვესტიციო elements, including ჰუმანიტარული these which are ძალისხმებები, connected with the institution development. ინსტიტუციური They would განვითარება. amount to about $500 million. ანუ მთლიანობაში ეს მილიარდ For these ნახევრად years. მილიარდამდე მიაღწევდა ყველა This ეს is თანხები, very რაც სხვადასხვა serious. გზებით გაიცა. And რა თქმა უნდა, ეს ძალიან სერიოზული რამ I არის. very much like to stress that და მე მსურს ხაზი გავუსვა, Georgia has made რომ good use of this. საქართველოს ძალიან კარგად გამოიყენა ეს And, თანხები. I'm glad that the European და მე Union მოხარული was ვარ, ready to help in this რომ moment, ევროკავშირს which, ჰქონდა for საშუალება everybody was დახმარებოდა difficult, საქართველოს და საქართველოს სწორედ but მოიხმარა ეს Georgia თანხები. especially. სხვა მეგობრებსაც რა თქმა უნდა ვეხმარებოდი, only მაგრამ because of განსაკუთრებით the საქართველოს crisis, შემთხვევაში but არის also because of the აღსანიშნავი war. ეს. თქვენ ახსენებთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები. გაჩნდა ახალი წინაპირობები ამ მოლაპარაკებებში. რამ განაპირობა ეს? Well, I wouldn't be too much in a hurry to არ define ვიჩქარებდი it this way. საქმეების ასე განსაზღვრისას, რა The თქმა უნდა. preconditions for starting the რა თქმა უნდა, People თავისუფალი comprehensive ვაჭრობის free trade ღრმა და agreement ყოვლისმომცველი ხელშეკრულება negotiations. ძალიან მნიშვნელოვანია. upper conditions which basically guarantee the capacity of Georgia once starting the negotiations. მისი მიზანი იყო პირველ რიგში ის, რომ პირველად და and საბოლოოდ efficiently. საქართველოს შეძლებოდა დროულად დაეწყო მოლაპარაკებობა და დროულად დაესრულებინა ეს მოლაპარაკებები. ახალი პირობები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. I have to admit that we have had experiences with countries with which for one reason or another the European Union was ვერ in a hurry ვიტყოდი, რომ ევროკავშირი მაინც reach such kind of agreement. ჩქარობდა ასეთ And, ხელშეკრულების it მიღწევას, was not მაგრამ in ვცდილობდით their ისეთი best პირობების interest to შეგვედგა, have რომელიც it on მაქსიმალურად paper, but მოემსახურებოდა not be როგორც able to საქართველოს და implement მისი it. მოსახლეობიც, ასევე ჩვენს ინტერესებს. ანუ ჩვენ So მოველოდით what we საქართველოსთან, expect from Georgia is to be able to give ის შეძლებდა reasonably close to მაქსიმალურად მოსახერხებელ desirable და results. კომფორტული შედეგების მიღწევას მისაღებ ვადებში. Sometimes this ზოგჯერ leads to მოულოდნელობებია surprises. გარკვეული Sometimes there are voices which say, well, but we didn't ზოგჯერ expect არ that ველით, this რომ ეს exactly შედეგები will be ზუსტად ამ what პერიოდში is იქნება required. მიღწეული. ზოგჯერ ყველაფერი უფრო ჩქარა, ან უფრო Everything ნელა is the ხდება. process of preparation. ზოგჯერ არის გარკვეული გამოწვევები მოლაპარაკებების may პროცესში. მაგრამ But I would rather look on this as a process which is მაგრამ მე მაინც შევხედავდი ამას ამ მოლაპარაკებას როგორც პროცესს, რომელსაც აქვს ძალიან დადებითი პოზიტიური მიზანი და რა თქმა უნდა მე იმედი მაქვს, რომ ეს მიზანი მალე იქნება მიღწეული. რამდენად რეალურია ევროკავშირის საპოლიციო ძალების განთავსება კონფლიქტის ზონებთან და ამას ძალიან დიდი ხანია ქართული მხარე ითხოვს, თუ გამოიკვეთა რაიმე პერსპექტივა, რომ მსგავსი რამ მოხდეს, საპოლიციო ძალები განლაგდნენ კონფლიქტის ზონებთან. I don't think that this is something which we can discuss here. The fact is that არ ამგონია ეს ისეთი რამე იყოს, რისი განხილვა ჩვენ შეგვიძლია დღეს აქ based on a 6 points agreement for რა ceasefire. თქმა უნდა ჩვენი რეაგირება სიტუაციაზე იყო დაფუძნებული ხელშეკრულებაზე, რომელიც მიიღწა კონფლიქტის They do შემდეგ not include such a და requirement. სწორედ But I'll be happy და if იმ I could შეთანხმებაში see არ იყო the გათვალისწინებული პოლიციური European monitoring ძალების mission ასეთი დამატებითი being able მონაწილეობა. to do არის რა თქმა უნდა its ევროკავშირის work მონიტორინგის effectively მისიას, რომელსაც and, ესეთი ფუნქციები ეკისრება. all over the place. და რა თქმა უნდა მისი მიზანი რომ know, მაქსიმალურად there are ეფექტურად some, შეძლოს ამ მისიის challenges განხორციელება and difficulties მთელ in this საქართველოს ტერიტორიაზე. even now. ასე რომ ვიტყოდი რომ არის გარკვეული გამოწვევები და სირთულები ამ მიმართულებით. და ეს არის კიდევ ერთი მთავარი პრობლემა. თქვათ კონფლიქტები ერთი მთავარი გამოწვევა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და რა შეუძლია ევროკავშირს გააკეთოს იმისთვის უფრო მეტი, რომ რაღაცნაირად
მოწესრიგდეს ვერ ვიტყვით, მაგრამ პროგრესი შეინიშნებოდეს ამ საკითხში. თუნდაც ჟენევის ფორმატში ხედავთ თუ არა რაიმე პროგრესის პერსპექტივას. $100 million question. ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი ალბათ $1,000,000 ეღირება. Is doing every effort in this field. მე ვიტყოდი, რომ ევროკავშირი ყველა ძალისხმევას მიმართავს ამ მიმართულებით. In fact, it was with the European participation that ფაქტობრივად was stopped. ეს სწორედ ევროპული მონაწილეობით მოხდა ის, რომ კონფლიქტი შეჩერდა. Geneva dialogue is being done with stronger. ჟენევის მოლაპარაკებები სწორედ ძალიან აქტიური ევროპული ჩართულობის შედეგად მიმდინარეობს. It's difficult to give any kind of magnificent definition. ასე რომ ძალიან რთული ხდება რამე ფანტასტიკური შედაბერების ან შეფასების მიცემა ამ შედეგებზე, რა თქმა უნდა. So difficult to understand that it is better to have it going. მაგრამ რა თქმა უნდა რთული არ არის იმის გაგება, რომ ჯობია რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს, მეტნაკლებად ვეცადოთ რომ მივახციოთ რაღაც ურთიერთგაგებას, რომ ავიცილოთ თავიდან კონფლიქტის შემდგომი უარესობისკენ გამვითარება. And of course apart from this there are means through which the რომელშიც ევროკავშირი ცდილობს აქტიურად მიიღოს მონაწილეობა და დაეხმაროს სწორედ ამ კონფლიქტის დარეგულირებას. And I would say that among them we should not miss the fact that stable and ჩვენ არ უნდა დავიწყოთ მაგი და მოლაპარაკებების არის მაინც საუკეთესო გამოსავალი. Is a step in this direction. I don't dare use the word which people usually love to use in these situations, prosperous, though of course this is the aim, Georgia to be prosperous. მე გამოვიყენებდი რომ საბოლოო მიზანი არის რა თქმა უნდა ის ტერმინი რომელსაც ხშირად იყენებენ რომ საქართველოს იყოს წარმატებული, მაგრამ მესმის რომ ძალიან რთულია ბევრი მოქალაქესთვის იცხოვროს ასეთ სიტუაციაში, როცა არის დაძაბული ურთიერთობები. And because I come from a country which lived through, if not so დავინაიდან მე similar situations. პირადად ვარ ქვეყნიდან, რომელიც ცხოვრობდა მსგავს რთულ პირობებში, არ ვიტყოდი ზუსტად ასეთ რთულ პირობებში, მაგრამ მაინც გამოვლილი გვაქვს ასეთი მე მესმის ეს სიტუაცია. And I have seen the moments when there were people in my country who were getting disappointed. და ჩემს ქვეყანაში სიტუაცია ისეთი, რომ ხალხი იღლებოდა, ხალხი იყო იმედგაცრუებული იმისგან, რომ სიტუაცია იწელებოდა, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ ხოლმე. I would like to assure you that ყველა პრობლემების მიუხედავად if Georgia manages საქართველოს მაინც უნდა მისდიოს ამ ძირითად ხაზს. If Georgia maintains საქართველოს უნდა გააგრძელოს ეს რეფორმები. ხშირად ხვდებით საზოგადოების წარმომადგენლებს საქართველოში ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს ოპოზიციიდან, ხელისუფლებიდან, საერთოდ დიპლომატები ხშირად საუბრობენ საქართველოში დემოკრატიის ხარვეზებზე. თქვენ დღევანდელ საქართველოში დღევანდელ დემოკრატიულ სიტუაციას რა შეფასებას მისცემთ? Democracy is not like a beauty contest. დემოკრატია სილამაზის კონკურსი არ არის. It is very difficult. ძალიან ძნელია რაიმე საზომებით შეადარო და შეაფასო ის. დემოკრატია არის პროცესი. ეს არის მუდმივი ძალისხმევა. The way they should be. რათა მიღწეულ იქნას სწორედ ის შედეგები, რომელიც სასურველია. და არ არის სოფლიოში ქვეყანა, რომელსაც შეძლებს, რომ იამაყოს იმით, რომ მას აქვს სრულყოფილი დემოკრატია, რომ არ არის გამოწვევები, რომ არ არის დაბრკოლებები ამ დემოკრატიის პროცესზე. დემოკრატია არის მუდმივი პროცესი. მუდმივი განვითარების პროცესი. Georgia is a country which has achieved. ასე რომ მე ვთვლი, რომ საქართველოს არის ქვეყანა, რომელმაც ძალიან ბევრს მიაღწია. And of course there is a lot. და რა თქმა უნდა კიდევ ძალიან ბევრი არის მისაღწევი. I think there is even a popular. მე მგონი რომ საქართველოს პოპულარული სლოგანიც კი არსებობს იმის თაობაზე რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ეს მართალია. But in the same time the fact is that what I can see is a determination. მე რასაც ვხედავ ეს არის ის რომ არის ნამდვილად დიდი სურვილი დიდი ძალისხმევა რათა დააძლეული იქნას სხვადასხვა სირთულეები, სხვადასხვა გამოწვევები, სხვადასხვა ნაკლოვანი პრაქტიკა, რომელიც ადრე არსებობდა და მაქსიმალურად ქვეყანამ მისდიოს ევროპულ სტანდარტებს. ეს არ არის ადვილი. არის მომენტები, როცა ძალიან შეშფოთებულები ვართ.
მაგრამ არ არის აუცილებლობა იმისა, რომ ეხლა დეტალურად განვიხილოთ და ჩამოვთვალოთ ასეთი მომენტები. მოგეხსენებათ, არის ხოლმე ასეთი სიტუაციები ყოველთვის. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს არის ისეთი საკითხები, ისეთი პრობლემები, რომლებიც დაძლევა შესაძლებელია და რომელთა დაძლევაც შეუძლია თქვენს ქვეყანას. მე ვიტყოდი, რომ აქ არ ხდება შეცდომები პრინციპებთან დაკავშირებით. ხშირად ადამიანებს ძალიან სწორედ ესმით პრინციპები და მზად არიან გაიმეორონ ეს პრინციპები საკმაოდ ხშირად, მაგრამ ჩემს ქვეყანაშიც ასე ხშირად ვაკეთებდით ხოლმე, რომ ხშირად ვიმეორებდით პრინციპებს, სამის სრულად არ გაჯდებოდა ჩვენში. თქვენ გეკნებათ თქვენი პრობლემები, რა თქმა უნდა. უნდა იყოთ ყოველთვის მზად, უნდა იყოთ ყოველთვის ყურადღებით. თავარია გაკეთდეს სწორი არჩევანი. როცა არჩევანი არის ევროპული სტანდარტების მიმართულებით, ევროპული ღირებულებების მიმართულებით, მაშინ შეუძლებელია რომ იყოს დემოკრატიული მხოლოდ ერთ სფეროში და არადემოკრატიული სხვა სფეროში. ანუ ან ხართ დემოკრატიული, ან არა ხართ. თქვენმა წინამორბედმა, ასე ვთქვათ, ეს ჩემი ბოლო შეკითხვა, რა რჩევები მოგცა? მან ბოლო ინტერვიუ, როდესაც მისცა გამგზავრების წინ, თქვა, რომ ნაცრისფერი უამრავი ტონია და სწორედ ნაცრისფერ ტონებში გარკვევა უნდა მოახერხოს ჩემმა მემკვიდრემ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შეძლებს. ძნელია იყო საქართველოში დიპლომატი? არ მგონია დიპლომატობა სადმე იყოს ადვილი. The positive thing about Georgia is that what I feel is განსხვავება საქართველოში არის ის, რომ მე ვგრძნობ, რომ არის ძალიან მეგობრული დამოკიდებულება ადამიანთა ყველა კატეგორიიდან. This makes me hopeful. ამის შედეგად მე მაქვს იმედი and makes my life better. რომ მე შევძლებ, რომ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ მოვახმარო ამ ქვეყანას. On the other hand, as probably other people have told you, მეორე მხრივ ალბათ ბევრი ადამიანი გეტყოდათ, რომ ქართველებს საკმაოდ თავისებური ხასიათი ახასიათებთ. დიპლომატისთვის არ არის ადვილი ყოველთვის ასეთ ტემპერამენტულ ხალხთან ურთიერთობა. But it is worth trying. ძალიან დიდი მადლობა, მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და მიიღეთ ჩვენს პირველ გადაცემაში მონაწილეობა. Thank you. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. მე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადაცემის მეორე ნაწილში დისკუსია ევროინტეგრაციის საკითხებზე. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორი ქეთევან მაშაკიძე, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, ასევე პირდაპირ ჩართვა ბრიუსელიდან ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სალომე სამადაშვილი. ეს ყველაფერი მეორე ბლოკში. ეთერშია გადაცემა ევროპული არჩევანი. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარია ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ქალბატონი სალომე სამადაშვილი, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. მოგესალმებით ქალბატონ სალომე, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გამარჯობათ, მოგესალმებით. ქალბატონ სალომე, მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებზე. ექსპერტები საუბრობენ, რომ ევროკავშირმა გაამკაცრა წინაპირობები, ნამდვილად ასეა თუ არა, თქვენ რა პოზიცია გაქვთ პირადად როგორც მისიის ხელმძღვანელს? მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ეს მოსაზრება სამართლიანია, რამდენადაც ევროკავშირმა მას შემდეგ, რაც დაიწყო მსგავს ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან, ამ ქვეყნების დასახელების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ პროცესი შევიდა ჩიხში. ანუ პროცესი დაიწყო, მაგრამ წინ ვეღარ დაიწია. შესაბამისად, ამ გამოცდილების გამოყენებით, გათვალისწინებით, ევროკავშირი დღეს საქართველოს თხოვს ბევრად მეტის გაკეთებას იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას, ვიდრე ეს სხვა ქვეყნების შემთხვევაში იყო. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად ნეგატიური განვითარება არ არის, რადგან ეს იმას გულისხმობს, რომ იმ მომენტისათვის, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ამ მოლაპარაკებებს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე აუცილებლად გავხსნით მოლაპარაკებებს, შემდგომ პროცესი წარიმართება უკვე ძალიან სწრაფად და შესაბამისად სწრაფადვე დავასრულებთ მას. ახლა რატომ სთხოვს უფრო მეტის გაკეთებას? იმიტომ რომ პროცესი ჩიხში არ შევიდეს მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები გაიხსნება და წინსწრებით მოხდეს, ასე ვთქვათ, მოთხოვნების საკმაყოფილება მაქსიმალურად. რადგან მათი გამოცდილებაა, რომ მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები იხსნება, პროცესი ძალზედ იწელება და
როგორც ნებისმიერ ბიუროკრატიას, მათ შორის ევროკავშირის ბიუროკრატიას, სურს რომ მოლაპარაკებებს რომ დაიწყოს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს. აი თქვენ ახსენეთ პროცესი და არსებობს ბუნებრივია დადებითი და ასევე უარყოფითი მხარეები. მე ახლა განსაკუთრებით მაინტერესებს რა ხარვეზებზე გესაუბრებიან ხოლმე ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, არის გარკვეული სფეროები, სადაც ევროკავშირი მეც მოითხოვს ჩვენგან, ეს აქამდე შეეხებოდა სწორედ იმ სფეროებს, რაც უკავშირდება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ქონდა, ასე ვთქვათ, კორუფციის ბრძოლასთან მიმართულების გამო საკმაოდ ლიბერალური დამოკიდებულება რეგულაციის სფეროსთან, რეგულირების სფეროსთან და შესაბამისად ჩვენ დღეს გვიწევს ძალიან ბევრი მიმართულებით შესაბამისობაში მოვიყვანოთ ჩვენი კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან და ამ თვალსაზრისით იყო გარკვეული კრიტიკა ევროკომისიის მხრიდან, თუმცა მას შემდგომ ამ ერთი წლის მანძილზე ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და შესაბამისად საინტერესო იქნება დაველოდოთ წლევანდელ შეფასებას ევროკომისიის იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად წარმატებით მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოს მხრიდან. არ შეიძლებოდა შემუშავებულიყო უფრო სხვა სისტემა, სადაც ქვეყნების მიმართ იქნებოდა ინდივიდუალური მიდგომა. რატომ ვერ ხერხდება ეს, როდესაც თქვათ რაღაც საკითხი შეიძლება 6-ვე ქვეყანას არ ეხებოდეს, ან კოორდინაცია იყოს უფრო რთული. ამ შეკითხვებს რომ უსვამთ ევროკავშირის წარმომადგენლებს, რას პასუხობენ ხოლმე? იმიტომ რომ მართლაც რთულია, როდესაც 6 ქვეყანას უწევს კოორდინებული მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. არა, მე ვერ დაგეთანხმებით, რომ 6 ქვეყანასთან ერთიანი მიდგომა გამორიცხავს ინდივიდუალურ მიდგომას წევრ ქვეყნების მიმართ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას აქვს ორი მიმართულება. ერთი ეს არის მრავალმხრივი თანამშრომლობა, რეგიონალური თანამშრომლობა, მეორე კი არის სწორედ ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობა ყველა მონაწილე ქვეყანასთან. შესაბამისად ის, რომ ინდივიდუალური მიდგომა უნდა იყოს 6-ვე წევრი ქვეყნის მიმართ, ეს იმ თავითვე ჩადებული იყო ამ ინიციატივაში, იმიტომ რომ თუნდაც ძალიან მარტივი მიზეზის გამო ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს საერთოდ არ აინტერესებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ის არ არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, შესაბამისად არ შეიძლება რომ მასთან იქონდეს ევროკავშირის იგივე პოლიტიკა, რაც ექნება საქართველოსთან მიმართებაში ან უკრაინასთან მიმართებაში. ამიტომ ინდივიდუალური მიდგომის პრინციპი ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს, მაგრამ მეორე მიმართულება არის მრავალმხრივი თანამშრომლობა, რადგან ევროკავშირის ეს ინიციატივა გარკვეულწილად ასევე ითვალისწინებს იმას, რომ განამტკიცოს რეგიონში სტაბილურობა, განამტკიცოს რეგიონში კავშირები სახელმწიფოებს შორის და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მათთვის რეგიონალური თანამშრომლობის, ასე ვთქვათ, მიმართულება ამ ინიციატივის ასევე მნიშვნელოვანია. ქალბატონ სალომე, მე მინდა შევეხო ოკუპაციის თემატიკას, საუბარია რომ ევროპარლამენტი მოამზადებს ახალ დოკუმენტს, რამდენად რეზონანსული იქნება ეს დოკუმენტი წინასწარის თქმა შეგიძლიათ და რა განასხვავებს მას თქვათ სხვა რეზოლუციებისგან, რომელიც მანამდე იყო მიღებული. ევროპარლამენტი მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით არის ერთადერთი ოფიციალური ინსტიტუტი ევროკავშირის შიგნით, რომელმაც აღიარა ოფიციალურად მის დოკუმენტში ოკუპაცია საქართველოს რეგიონების, ეს მოხდა შავი ზღვის რეგიონის შესახებ ანგარიში, როდესაც დამტკიცდა იანვარში. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ის რეზოლუცია, რომელზეც ახლა მუშაობს ევროპარლამენტი, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მზადდება ანგარიში მხოლოდ საქართველოს შესახებ. ანუ დღემდე მთელი ჩვენი ურთიერთობების ისტორიის მანძილზე ევროპარლამენტი ყოველთვის ამზადებდა ერთ ანგარიშს, რომელიც შეეხებოდა სამივე სამხრეთ კავკასიის ქვეყანას, რეგიონალურ ანგარიშს. წელს პირველად მზადდება ცალკე ანგარიში, რომელიც მხოლოდ საქართველოს შეეხება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ანგარიში აისახება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის რეაქცია აქამდე უკვე დაფიქსირებულ ტერმინზე ოკუპაციის შესახებ, რომელიც მოგახსენეთ იანვარში უკვე განხორციელდა ევროპარლამენტის მიერ, იყო ძალიან მძაფრი რუსეთმა საპროტესტო წერილით მიმართა ევროპარლამენტს და შესაბამისად, ასე ვთქვათ, მობილიზაცია იმისათვის, რომ ხელი შეეშალოს საქართველოს ინტერესების გატარებას ევროპარლამენტში ძალიან ძლიერია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მოკავშირეები და მეგობრების ჯგუფი ევროპარლამენტში და საბოლოოდ ჩვენ მოვახერხებთ ჩვენი მიზნების განხორციელებას. და ბოლო შეკითხვა ერთგვარად ჩვენი საუბრის შეჯამება იქნება საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობა დღეს.
რა პოზიციები აქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში საქართველოს, რამდენად წარმატებით გადის ის გზას, რომელიც აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან? საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა დღეს მე ვფიქრობ, რომ ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა და ძალიან განსხვავებულ ეტაპზე ვართ ჩვენი ურთიერთობის იქიდან, სადაც ვიყავით თუნდაც 5-6 წლის წინ. დღეს ევროკავშირი არის საქართველოს როგორც ძალიან მნიშვნელოვანი დონორი, ამავე დროს ევროკავშირი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე. ეს აისახება იმაში, რომ ჩვენ დღეს ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე, რაც არის პოლიტიკური თანამშრომლობის ყველაზე მაღალი, ასე ვთქვათ, ფორმა, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა შეთავაზოს არაწევრ სახელმწიფოს და ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირსა და მის არაწევრ სახელმწიფოებს შორის არსებობს მთელი რიგი ბარიერები ურთიერთობაში, რაც შეეხება მიმოსვლას, რაც შეეხება ვაჭრობის საკითხებს და დღეს საქართველო და ევროკავშირი ერთობლივად, მე ვფიქრობ, ყოველწლიურად ანგრევენ, ასე ვთქვათ, ჩამოშლიან ამ ბარიერებს და გამარტივებული სავიზო რეჟიმი მომავალში აუცილებლად უვიზო მიმოსვლა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ეს არის სწორედ აი ამ ბარიერების დაშლის პროცესი, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ მაშინ, როდესაც დადგება საკითხი, პოლიტიკურად მომწიფდება საკითხი საქართველოსსა და ევროკავშირს შორის კიდევ უფრო გაღრმავებული სახის თანამშრომლობის შესახებ, ჩვენი საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ. იმ დროისათვის საქართველოს ექნება უკვე განვლილი ძალზედ მნიშვნელოვანი გზა და გარკვეულწილად მზად იქნება იმისათვის, რომ ინტეგრირების კიდევ უფრო ასე ვთქვათ, ღრმა დონეზე გადავიდეს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მე მაყურებლებს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში ბრიუსელიდან ჩაგვერთო ევროკავშირის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სალომე სამადაშვილი. ახლა წარმოგიდგენ ჩვენი გადაცემის მომდევნო სტუმრებს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელმძღვანელი ქალბატონი ქეთევან ვაშაკიძე, მოგესალმებით ქალბატონ ქეთევან, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი ბატონი კახა გოგოლაშვილი, მოგესალმებით ბატონ კახა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი სერგი კაბანაძე, მოგესალმებით. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ გადაცემაში მობრძანებისთვის. ქალბატონ ქეთი, ახლა პირველი გადაცემა, ესე მინდა ზოგადი საკითხით დავიწყოთ. რა ეტაპზეა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობა, თქვენი აზრით და რამდენად კარგად სრულდება ეს ვალდებულებები, რაც საქართველოს აღებულებს? რამდენად მე მგონი უნდა დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს უკვე საუკუნეების მანძილზე ცდილობს იმას, რომ დაუახლოვდეს ევროპას და აჩვენოს, რომ არის ევროპის ნაწილი. მე მგონი დაწყებულია უკვე კონკრეტული ნაბიჯები არის იმისათვის გადადგმული, რათა გავხდეთ ევროპის ნაწილი. და დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ევროპა და საქართველოს არის ევროპა. ძალიან ბევრი არის შესასრულებელი, ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს აღებული, რომელიც არის ჯერ კიდევ შესასრულებელი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გზა დაწყებული არის სვლა იმისაკენ, რომ ეს ვალდებულებები შესრულდეს. ბატონ კახა, თქვენც იგივე შეკითხვა მინდა დაგისვით. დიახ, მე შევერთები ნამდვილად აღებულ, ასე ვთქვათ, მოცემულ პათოს, რადგანაც ვფიქრობ, რომ მართლა საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა ქართული ერისთვის ალბათ ბოლო საუკუნეების განმავლობაში მართლა არ ყოფილა, თუ არა ის, რომ განხვდარიყავით ევროპის ნაწილი, ევროპასაც ეღიარებინა საქართველოს როგორც თავისი, ესე ვთქვათ, ნაწილი და აი ევროპის განვითარების მიმართულებები, ევროპული ცივილიზაციის განვითარების ყველა ის ნიშანთვისება, რომელიც დღესდღეობით ჩამოყალიბებულია, ჩვენთანაც ყოფილიყო დანერგილი და ჩვენც ესე ვთქვათ, აი ამ საერთო ცივილიზაციის წიაღში რაღაცნაირად გვეპოვნა ჩვენი ადგილი. მე მგონია, რომ დღეს უკვე გადასული ვართ ამ საკითხის ტექნიკურ შესრულებაზე, გვაქვს ყველა საშუალება, ყველა შესაძლებლობა ამისთვის. ეს არის სხვადასხვა სახის შეთანხმებები, გვაქვს ელემენტარულად სამართლებრივი ჩარჩო, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ევროკავშირთან დაახლოებისას. არსებობს სხვადასხვა სახის ფორმატი თანამშრომლობისა, რომელიც ასევე გვიწყობს ხელს ევროკავშირს დაუახლოვდეთ და აი ამ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების გამოყენება უკვე, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი. მე ვიტყოდი, რომ დღეს მიუხედავად იმისა, რომ არის მრავალი ხარვეზი, რა თქმა უნდა, ამ
გზაზე ჩვენ შესაძლოა ვერ ვიყენებთ ყველაფერს, რაც გვაქვს, ყველა შესაძლებლობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკმაოდ სწრაფი ტემპებით უახლოვდებით მაინც ევროკავშირს. და ელემენტარულ მაგალითს ვიტყვი, 2-3 წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით ჩვენ, რომ შესაძლებელი იქნებოდა ასოცირებულ შეთანხმებაზე საუბარი და ის რომ შესაძლოა ჩვენ პერსპექტივა გქონოდა ევროკავშირთან ესეთი მჭიდრო დაახლოებისა და ესეთი და აი ამ გზაზე თქვენ თვითონაც ბრძანეთ და მე მინდა ასე ვთქვათ შეეხოთ უფრო კონკრეტულად კონკრეტულ დაბრკოლებებს და პრობლემებს რას გულისხმობთ, რაც საქართველოს ხდება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. დაბრკოლებები შესაძლოა იმდენად არ არის, რამდენადაც ვიტყოდი არსებობს გარკვეული ალბათ ხელოვნურად შექმნილი ზოგ შემთხვევაში სირთულეები, ან ვიტყოდი არის ისეთი ვალდებულებები, ან ისეთი აუცილებელი რეფორმები, ან საკითხები, რომლებიც ქვეყანამ უნდა მოაგვაროს და რომელიც ისე სწრაფად არ გვარდება, როგორც ალბათ საჭიროა. ავიღოთ მაგალითად იგივე სამეზობლო პოლიტიკა, მაშინ როდესაც ჩვენ ვფიქრობდით 3 წელიწადში შეგვესრულებინა სამეზობლო პოლიტიკის თქვათ გეგმა, ეს საქართველოს ევროკავშირის სამოქმედო გეგმა უკვე თითქმის 5 წელი იწურება, მას შემდეგ რაც ეს გეგმა ესე ვთქვათ ჩვენ მივიღეთ ევროკავშირთან ერთად, ავიღეთ ეს პოლიტიკური ვალდებულება და მთლიანად დასრულებული ყველა ის რეფორმა, რომელიც ამ გეგმაში ჩადებული არ არის. მე ვიტყოდი რომ შესაძლებლობები არსებობდა, შეიძლება ომმაც შეგვიშალა ხელი, იყო რა თქმა უნდა ობიექტური გარემოებებიც, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ საკმარისი ნება მაინც არ იყო გამჟღავნებული იმისათვის რომ ეს ყველაფერი უფრო სწრაფად შესრულებულიყო. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, იგივე თქვა ასოცირებული შეთანხმება, დღეს დავიწყეთ ჩვენ მოლაპარაკებები ასოცირებულ შეთანხმებაზე, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ არ დაწყებულა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ, რომელიც ნაწილია ასოცირებული შეთანხმების. და ესეც მე მგონი აქაც არის გარკვეული დეფიციტი ნებისა, იმისათვის რომ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირმა ჩვენ დაგვიყენა ამ მოლაპარაკების დასაწყებად, რომ დროულად ყოფილიყო განხორციელებული. და ნუ ამაზე კიდევ ცალკე კითხავთ, ბატონ სერგი, ეთანხმებით, რაც ბატონმა კახამ თქვა, მაგალითად, თუნდაც სამეზობლო პოლიტიკასთან და პოლიტიკის გეგმასთან დაკავშირებით, რომ 3 წელიწადში შეიძლებოდა ამის შესრულება და უკვე მე-5 წელი იწურება. პირველ რიგში მადლობას მოგახსოვეთ მოწვევისათვის, მინდა მოგილოცოთ მსგავსი გადაცემის დაწყება, ძალიან კარგი საქმე არის და წარმატებები გისურვოთ. შეიძლება თქვენ კითხოთ ვეთანხმებით თუ არა, ვეთანხმებით წინა გამოსვლელებს იმაში, რომ საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით მივიწევთ ევროკავშირისაკენ, ვეთანხმები იმაში, რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ბუნებრივია არის რაღაცები ის გაკეთებაც, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია, რაც ჯერ კიდევ წინ არის, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელსაც დრო სჭირდება, პროცესი, რომელსაც მოთმინება სჭირდება. მე მგონი ეჭვარებს არ უნდა ეპარებოდეს იმაში, რომ არსებობს კეთილინება ამ პროცესის წარმატებით დასასრულებლად, უბრალოდ არსებობს სხვადასხვა მთელი რიგი ობიექტური გარემოებებისა, მათ შორის რამდენიმე ნახსენები იყო, იგივე 2008 წლის ომი, იგივე ფინანსური კრიზისი, ასევე სხვა ტიპის საკითხები, რომლებიც ყოველთვის არ გეხმარება პროგრესის მიღწევაში. ასევე მინდა ვახსენო, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ძალიან დიდი პროგრესია ჩვენა მართლა ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით, ბატონმა კახამ დღეს განახსენა ასოცირების შეთანხმება, რომელზეც მოლაპარაკებები დაწყებულია, არც დიდი ხანი არას დაწყებულია. მოლაპარაკებები საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით მიდის წინ, ბუნებრივია ეს არის პროცესი, რომელზედაც სხვადასხვა სახელმწიფოებს სხვადასხვა დროს საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა, ჩვენი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში უფრო ნაკლებ დრო დაგჭირდება, ვიდრე სხვა, მათ შორის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს ამასთან დაკავშირებით. ბუნებრივია ჩვენი შემდეგი ამოცანა არის თავისუფალი ყოვლის მომცველი და ღრმა სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირთან, იმედი გვაქვს, რომ ესე ძალიან მალე დაიწყება. საბოლოო ჯამში ჩვენ ასევე გვაქვს ვიზების გამარტივების შეთანხმება, გვაქვს რეადმისიის შეთანხმება, თითქმის დასრულების სტადიაში არის თავისუფალი ღია ცის შეთანხმება. ანუ ძალიან ბევრ სფეროში ევროკავშირთან წინ მივიწევთ საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით. რა თქმა უნდა, არის რაღაც საკითხები, რომლებიც კიდევ უფრო მეტი შეიძლება, მაგრამ ეს არის ყველაფერი მუშაობის შედეგი. ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება მოთმინება და პოლიტიკური ნება არსებობს, მოთმინებაც ამისათვის უნდა გქონდეს. გასაგებია, ქალბატონ ქეთი, ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით თქვენ პირადად რა გამოწვევებს ხედავთ? მე სანამ ასოცირებულ შეიძლება გავაკეთო კომენტარი წინა იმაზე, საუბარზე, რომელიც ჰქონდა. სამეზობლო პოლიტიკა და გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს. თავიდან მიიღო, როდესაც მოლაპარაკება იყო, მოთხოვნა იყო, რომ 5 წელიწადში შესრულებულიყო, მაგრამ საქართველოს მხარემ აიღო ვალდებულება, რომ 3 წელიწადში შეასრულებდა იმ რეფორმებს, რომელიც გაიწერა ამ გეგმაში. როგორც ბატონმა
კახმა ახსენა, ბევრი მათგანის შესრულება ვერ მოხდა. პროცესი მიდის, ყველა ეთანხმებით ამაზე, მე მგონი ყველა მხარე ეთანხმება იმას, რომ პროცესი მიდის, ევროპისკენ მივდივართ, ინტეგრაცია ხდება, მაგრამ მოთხოვნა მე მგონი საზოგადოებიდან და ამაზე კვლევასაც ვატარებთ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ატარებს კვლევას, რომელიც აჩვენებს, რომ მოთხოვნა მოსახლეობაში არის ძალიან მაღალი. ინტეგრაცია ევროპისკენ ინტეგრაციისკენ და ამიტომ მოლოდინიც რომ უფრო სწრაფად წავა პროცესი ესაც ძალიან მაღალი არის სამწუხაროდ ბევრი საკითხის უფრო ნელა ხდება განხორციელება ვიდრე ამას ზოგადად საზოგადოება მოითხოვს ვიდრე ამაზე ვალდებულებებს იღებს ბატონო აი მაგალითი რამოდენიმე მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად იმიტომ რომ ალბათ ვამბობთ რომ არის პოლიტიკური მზადყოფნა მაგრამ ყოველთვის პოლიტიკური მზადყოფნა არ არის იმიტომ რომ როგორც ვიცით მთავრობაში არის ესეთი გუნდიც რომელიც უფრო ამბობს რომ ლიბერალური უნდა იყოს ბევრად ეკონომიკური საკითხები არა ეს ნიშნავს რომ რეგულაციები ნაკლები უნდა იყოს ამავე დროს ევროპა მოიხდის ბევრ რეგულაციას როგორც არის მაგალითი რომ მოვიყვანოთ კონკრეტული სურსათის უნებლობის კანონი ძალიან დიდხანს ხდებოდა ამაზე დებატები, დისკუსიები არასამთავრობო სექტორის მთავრობის წარმომადგენლების სექტორის როგორ უნდა შესრულებული იყო ეს რა გვინდა ჩვენ ვიყოთ ვთქვათ სინგაპური თუ ვიყოთ ევროპის შვაგული სრულიად სხვა მოდელებია რადგანაც ევროპაში თუ შვაგულში ხარ და ევროპის ნაწილი ხარ უნდა იყოს ძალიან მკაცრი რეგულაციები ბევრი საკითხების ერთ-ერთი საკითხი ისევ რომელიც არის მუდმივი საუბრის თემა არის შრომის უფლებები არა შრომის უფლებები რომელიც ძალიან ზედმეტად ლიბერალურად ითვლება რომ საქართველოში არის რაც მიუღებელი არის თქვათ ევროპული სტანდარტების იგივე სურსათის უნებლობის კანონი რომელიც მივიღეთ და ეს ალბათ ძალიან დიდი ნაბიჯი არის რომელიც წინ გადადგა თუმცა შარშან ერთი წლის წინ იყო როდესაც ეს კანონი იყო მიღებული იყო ჩადებული ამ კანონში რომ ბევრი ის კანონის ბევრი მუხლი შესრულდება 2015-17-შიც კი თუმცა თუ არ შეასრულეთ ეს დავალება საშინაო დავალება რომელიც ევროპამ მოგცა რა ვერ მოაწერთ ხელს თავისუფალ ვაჭრობის ხმათ და ყოვლის მომცველ ვაჭრობის ხელშეკრულებას. კი ბატონო, მე მინდა ბატონმა კახამ განაგრძოს ეს თემა, თქვენ საუბრობდით პოლიტიკურ ნებაზე და აი ახლა შეგიძლიათ განმარტოთ რა პოლიტიკურ ნებაზე იყო საუბარი, უბრალოდ პოლიტიკური ნების არარსებობაზე ხანდახან და შემდეგ ვკითხავ ბატონ სერგის სინგაპური თუ ევროპა, რაც გაბატონმა კეთი მახსენე. დიახ, ეს აბსოლუტურად ურთიერთდაკავშირებული თემებია. ევროპული ინტეგრაცია მოიაზრებს რეფორმებს და განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების, თქვათ, როგორც აუცილებელი დემოკრატიის განვითარების მიმართულება, ეკონომიკური განვითარების მიმართულება, ეს საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება, ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის და როგორც აუცილებელი პირობა, ეს არის ინსტიტუციონალური სამართლებრივი განვითარება. აი, ყველა ამ მიმართულებით ჩვენ მე ვერ ვიტყოდი, რომ ნება ერთნაირად, თქვათ, ერთნაირი ნებაა. ვიტყოდი, რომ თქვათ, გარკვეული მიმართულებებით საქართველოს ცდილობს და აკეთებს მაქსიმუმს, მაგრამ რაც შეეხება ვთქვათ იგივე სამართლებრივი ინსტიტუციონალური გაერთიანების განვითარების მიმართულებებს, აქ ჩვენ ისე ვეჯახებით აი გარკვეულ კონცეპტუალურ რაღაც სირთულეებს, შეხედულებებს, რომლებიც განსხვავებულია, სხვადასხვა უფრო მძაფრად ეს ჩანდა რამდენიმე წლის წინ, შესაძლოა ამ დროის განმავლობაში მოხდა გარკვეულწილად ჩამოყალიბება უფრო მოქნილი პოზიციებისა, ვიტყოდი საქართველოს ხელისუფლებასა და მთავრობაში, მაგრამ სულ რამდენიმე წლის წინ იყო აბსოლუტური უარყოფა ყოველგვარი ევროპული შეხედულებებისა ჩვენი ეკონომიკური გარემოს მარეგულირებელი ჩარჩოს მოწყობასთან დაკავშირებით და ამაში ზუსტად შედის აი ეს კანონები, რომელზედაც ქალბატონი კეთი საუბრობდა, ყველა ამ სფეროში შეიმჩნეოდა წლების განმავლობაში საქართველოში ევროპული მოთხოვნების უგულებელყოფა. მე ვიტყოდი ევროპულ მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის ბატონ კახა, თქვენ ამას ამბობთ, რომ მეტისმეტად ლიბერალური მიდგომა ეკონომიკაში. დიახ, აი იცით რა შეასაქმე, არსებობს ლიბერალური მიდგომა ეკონომიკაში, ევროპაში ერთიანი მოდელი ძალიან ბევრი ხშირად ახსენებს, რომ ევროპა ეს არის სოციალისტური რაღაც გაერთიანება, სხვა შორის ესეთი ტერმინები ხშირად გამიგია, რასაც არის შეხედულება, ევროპაში არის ულტრამემარჯვენეებიდან დაწყებული, რა თქმა უნდა, მემარცხენეებიც არიან საკმაოდ და სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური მოწყობის მოდელებია. ლიბერალიზმის ის ფორმა, რომელსაც ვთქვათ, რატომღაც გარკვეული წლების განმავლობაში ხდებოდა ეს თქვა დომინირება აი ამ კონცეფციის საქართველოს ეს თქვათ
საქართველოს რეალობაში აბსოლუტურად არ არის არც სინგაპური, არც ევროპული მოდელი, ეს არის ზედმეტად ექსტრემალური, ეს თქვა შეხედულება საერთოდ სინგაპურთან და ევროპასთან ერთად კიდევ ახალი მესამე ტერმინი შემოიტანეთ ახლა ამ წუთას. ანუ ბატონ სერგი, სინგაპური თუ ევროპა და გარკვეულწილად კი არა მთლიანად შეიძლება ითქვას, მთავრობის მისამართით იყო საუბარი ახლა. ეს არ არის სინგაპური, ეს ხასოს. არ არის საკითხი სწორად დასმული, როდესაც ვამბობთ სინგაპური თუ ევროპა. ეს არ არის სწორად ფორმულირება კითხვის. ის რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ ახორ საქართველოს ხალხმა გააკეთა ევროპული არჩევანი, რაც გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების ევროპულ მიმდინარეობაში, ევროპულ ორიენტაციაში, ეს არის ფაქტი. ამაზე ჩემი აზრით დავა ზედმეტი არის, არ იქნება სწორი, ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში იქნება ეს თუ რეფორმებში, რომელსაც ახორციელებს დღეს საქართველოს ხელისუფლება, ის რომ ევროპეიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ეს არის საკმაოდ ცალსახა. უცებ ჩვენ ვლაპარაკობთ განვითარების მოდელებზე, აქ შეიძლება ვილაპარაკოთ სხვადასხვა განვითარების მოდელზე, ეკონომიკური ზრდის მოდელებზე, მათ შორის შეიძლება იყოს რაღაც სფეროებში შეიძლება იყოს სინგაპურის მაგალითი მისაღები, რაღაც სფეროში შეიძლება იყოს ესტონეთის მაგალითი მისაღები, რაღაც სფეროში შეიძლება იყოს ირლანდიის და ასე შემდეგ. თვითონ ევროპის შიგნითაც არ არსებობს, როგორც ბატონმა კახამ სწორად ბრძანა, არ არსებობს ერთი რომელიმე კონკრეტული მოდელი, რომელსაც მთელი ევროკავშირი 27 სახელმწიფო მისდევდეს. აქ საკითხი არის ესეთნაირად, თუ როგორ ხორციელდება ის რეფორმები, ის ვალდებულებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ევროკავშირთან მიმართებაში. დანარჩენი ეს არის მოლაპარაკების საგანი, ეს არის ევროპასთან ურთიერთობის საგანი, ის ხელშეკრულებები, რომლებიც წეგან მევახსენე, იყო სწორედ მოლაპარაკებების შედეგად დადებული, მოლაპარაკების პროცესში რაღაც მოთხოვნები იყო წამოყენებული ევროპული მხრიდან, ამასთან დაკავშირებით საქართველოს თავისი მოსაზრება ჰქონდა, საბოლოო ჯამში შეთანხმება იქნა მიღწეული, იგივე იქნებოდა ეს ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებით, იქნებოდა ეს რეადმისიასთან დაკავშირებით, იქნებოდა ეს ღიაცასთან დაკავშირებით თუ სხვა ფორმატებთან დაკავშირებით. იგივე პროცესი არის დღეს ასოციაციის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და იგივე იქნება, როდესაც გადავალთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე. ბუნებრივია მოთხოვნები, რომელსაც ევროკავშირი გვიყენებს, გამაგრებულია მათი მხრიდან არგუმენტაციით, მაგრამ ის პოზიცია, რომელიც გააჩნია დღეს საქართველოს ხელისუფლებას და მომლაპარაკებელ გუნდს, ასევე არის გამაგრებული თავიანთი პოზიციები. საბოლოო ჯამში შეთანხმება მოხდება რაღაც შუალედურზე. ეს შუალედური შეიძლება იყოს უფრო ახლოს ევროპულ პოზიციასთან, შეიძლება იყოს უფრო ახლოს ქართულ პოზიციასთან და იქნება ყველა იმ სფეროში, რომელიც წეგან იყო ნახსენები. ანუ თქვენ ხედავთ პერსპექტივას, რომ ეს განსხვავებული პოზიციები ქართულ მხარესა და ევროპულ მხარეს შორის მოკლე პერიოდში დაახლოვდეს, რაზეც ბატონი სერგი საუბარი. რა თქმა უნდა, ხედავ პერსპექტივას, როგორც ხედავთ, ახლა საუბარი არის ისევ და ისევ, მაგიდან დავიწყეთ საუბარი, ტექნიკურ დეტალებზე არის უკვე საუბარი. ანუ ჩვენ გზას ვადგივართ და უკვე მიდის მოლაპარაკება იმაზე, ტექნიკურად როგორ უნდა შევასრულოთ ეს და თუ ის საკითხი. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი არის კიდევ ვიდრე ევროპასა და საქართველოს თავებას შორის მოლაპარაკება, მნიშვნელოვანი არის ქვეყანაში შიგნით მოლაპარაკება რა. როგორ პოზიციაზე არის თავება და იზიარებს თუ არა მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პოზიციას, როგორ უნდა საქართველოს მოსახლეობას ცხოვრება რა. როგორ ის ალბათ შიგნითაც უნდა ხდებოდეს მოლაპარაკება და ხშირად ჩვენ უფრო ძაფრი რაღაც კამათი გქონია ხოლმე არასამთავრობო სექტორს და მთავრობას, თუმცა კარგია რომ დიალოგი მიდის, თუმცა სხვადასხვა პოზიციებიც გქონია იმაზე თუ როგორი ტიპის პოზიცია უნდა მივაწოდოთ შემდგომ ევროპას. ანუ თვითონ ქვეყანას, იმიტომ მე მგონია რომ ვალდებულება არ არის მხოლოდ ევროინტეგრაციის პროცესში, ვალდებულება არ არის მხოლოდ მთავრობის. სამოქალაქო საზოგადოებას აქვს ისეთივე ვალდებულება, რა თქმა უნდა მონიტორინგი იმისა თუ როგორ ასრულებს მთავრობა ვალდებულებებს, მაგრამ ასევე მე მგონია რომ ძალიან შეზღუდულია ქვეყანაში მაინც ექსპერტიზა სხვადასხვა საკითხების. ანუ მე მგონი ყველანი ერთად უნდა ვაკეთებდეთ ის საქმეს, რომელიც დაგვეხმარება რომ ეს ტექნიკური ბარიერები თუ ტექნიკური რაღაც საფეხურები გადავდგათ. ან მოვილაპარაკოთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ, მე მინდა შევეხოთ მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის დემოკრატია. ამ ხრივ რა შეგიძლია თქვა დღევანდელ სიტუაციაზე, რაც საქართველოშია, რამდენად უახლოვდება, რამდენად წარმატებულია ის, რასაც საქართველო აკეთებს დემოკრატიის კუთხე. აქაც სხვადასხვანაირი არის, ალბათ სხვადასხვა მიმართულებები, სხვადასხვანაირი პროგრესი არის. ეხლა როდესაც ისევ და ისევ, როდესაც უყურებ, მე არ მინდა რომ ვილაპარაკო მხოლოდ აზრი იმისა თუ ზოგადად საზოგადოებაში მარტო საუბრის დონეზე, არამედ მინდა ფაქტებიც მოვიყვანო, როდესაც ფაქტებს უყურებთ და როგორც გითხარით, ჩვენი ფონდი ასევე კვლევებს ატარებს და უყურებს თუ მოსახლეობას როგორი აღქმა აქვს, სხვადასხვა პროცესები როგორ მიმდინარეობს და როდესაც ლაპარაკობთ მაგალითად ნდობას
სასამართლოს მიმართ არის ძალიან დაბალი, არა ვიცით? ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის საერთოდ ქვეყნის ფუნქციონირებისთვის დემოკრატიული ქვეყნის რომ უნდა იყოს სამართლის განცდა ქვეყანაში. ეს განცდა ალბათ მოსახლეობაში არის ძალიან დაბალი, იმიტომ რომ როდესაც უყურებთ დობა სასამართლო ინსტიტუციის მიმართ არის როგორც მახსოვს თუ არასდროს 10%-მდე. ეს არის დობა, მე არის ნუ არც ვენდობი, არც ავენდობი და მე უნდობლობის, თქვა და უნდობლობა საკმაოდ მაღალია, ხა ზუსტად რიცხვები ხსენეთ, მაგრამ საკმაოდ მაღალია. ანუ ეს ისევ და ისევ სხვადასხვა ინსტიტუციებზე, რომელსაც ბატონი კახა საუბრობდა, ზოგიერთი ინსტიტუციები უფრო სწრაფად ყალიბდება და უფრო სწრაფად მიდის პროცესები, მაგრამ არის ინსტიტუციები და ვიცით ალბათ ყველანი, თქვა ისევე როგორც კონკრეტული მაგალითი სასამართლო მოგიყვანეთ, სადაც განცდა იმისა, რომ სწრაფად მიდის პროცესი არ არის. თუმცა აქაც ამ ხრივაც რეფორმა დაწყებულია და ჩვენ ვართ უკმაყოფილო, ძალიან უკმაყოფილო იმით, რომ რეფორმა მიმდინარეობს ძალიან ნელა. დამეთანხმებით ალბათ, როდესაც სასამართლო არის პრობლემა, იქ ცოტა ძნელია ილაპარაკო, თქვა, წარმატებულ ეკონომიკაზე, არა? მე დარბას მინდა ვთხოვო, მოემზადო შეკითხვის დასასმელად, მანამდე მე დავუსვამ ბატონ კახას კვლავ დემოკრატიის შესახებ, მე მინდა თქვენ შეაფასოთ დღევანდელ დღეს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა და რამდენად სრულდება ამ კუთხით ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები. ჩემთვის საკმაოდ რთულია, მე ბატონი სერგი საუბრობდა სპეციალისტებზე და ესე ვთქვათ თემებზე, რომელსაც ჩვენ ვფლობთ და მე ძალიან კარგად არ ვფლობ სამწუხაროდ დემოკრატიის თემას, მაგრამ როგორც ჩვენ ხედავთ საერთაშორისო რეიტინგები გვიჩვენებს, რომ მანდამაინც სახარბიელო მდგომარეობა საერთო დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით არ აქვს. მეორეს მხრივ, მე როდესაც ვაანალიზებ ევროკავშირის მიერ დადებულ მაგალითად დასკვნებს, ეგრეთ წოდებულ პროგრეს ანგარიშს, როგორ ვითარდებოდა 2010 წელს, მაგალითად საქართველოს ევროკავშირის სამოქმედო გეგმა და ამ მიმართულებით, თქვათ ის ღონისძიებები, რომლებიც დემოკრატიის განვითარების კონტექსტში იყო აღებული საქართველოს მიერ როგორც ვადებულებები, იქ საკმაოდ ბევრი გაკეთდა. იგივე სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით, მაგალითად, უამრავი რაღაც გაკეთდა ამ მიმართულებით. ტექნიკური თვალსაზრისით გნებად პენიტენციურ სისტემაში მთლიანად სისტემის რეორგანიზაცია მოხდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ძვრები არის და ცვლილებები აქ, მაგრამ ფაქტად რჩება ის ნამდვილად, რომ საერთო ჯამში აი გამოკითხვებით და ადამიანების მიერ ეს თქვათ აღქმა როგორ ხდება საქართველოში, აი ადამიანი რამდენად დაცულად გრძნობს თავს, ყველა მიმართულებით, აქ არის საუბარი მარტო თქვათ კრიმინოგენული სიტუაციის ან თქვათ კორუფციის დონის თქვათ დაცემასთან დაკავშირებით, საზოგადოდ როგორ გრძნობს, მაინც აქ პროგრესი ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. მე ასე ვფიქრობ. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ, რომ გარკვეული პროგრესი ვიხილოთ ჩვენ აი საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. საარჩევნო გარემოც საკმაოდ გაუმჯობეს და ამას ევროკავშირიც აღიარებს, მისი ეს თქვა დასკვნებშიც არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, სანამ არ მოხდება დაბალანსება ყველა ეს თქვა შეხედულებებისა და გაზიარება იმ ყველა პრეტენზიების, რომელიც გააჩნია ასევე ოპოზიციურ ძალებს ან ნებისმიერ სხვა მოქალაქეებს საქართველოში, ეს არაისახება ახალ საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ აქ არის ძალიან ძლიერი პროგრესი. მე მინდა უბრალოდ ხაზი გაუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს ჰქონდა ამბიცია იმისა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ყოფილიყო ლიდერი, როგორც მინიმუმ რეგიონში, მაგალითად სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან გვინდოდა და იმედი ჰქონდა იმისა, რომ იქნებოდა ლიდერი მთლიანად ყოფილ აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში, ანუ ყოფილი ევროკავშირის სივრცეში, ამის შანსები ჰქონდა, დღესაც გვაქვს და მე მგონია ჩვენ გვჭირდება კიდე რაღაც დამატებითი ნების ჩვენება იმისათვის, რომ ჩვენ მართლა გავხდეთ ლიდერები ევროპული ინტეგრაციის საკითხში და რომ ჩვენ ევროპამ აღვიქვას როგორც აი თავისი დასაყრდენი ვთქვათ რეგიონში, ქვეყანა, რომელიც შეიძლება იყოს მაგალითი ყველასთვის და ამისთვის საჭირო არის ყველა მიმართულებით დავიცვათ ჩვენ, ეს ვთქვათ, ყველა მიმართულებით შევეცადოთ მოვახდინოთ ევროპეიზაცია ჩვენი ქვეყნის და გავატაროთ ის რეფორმები, რომელიც ჩვენ გვაახლოვებს თავსებადად გთვის ევროპულ სივრცესთან, ევროპულ ცივილიზაციასთან. ბატონ სერგი, მიგაჩნიათ თუ არა, რომ მართლაც დემოკრატია არის ერთ-ერთი სერიოზული, უпростоრად დემოკრატიის ნაკლებობა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის. როგორც წეგან იქნა სწორად აღნიშნული, არც მე არა ვარ აღნიშნულ პოზიციაში და არც ალბათ აქ ყოფისტუმრები, რომ უშუალოდ დეტალებში ისაუბრონ იმაზე თუ რა დონის დემოკრატია არის დღეს საქართველოში. მე როგორც აგრეთვე საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ამასთან დაკავშირებით შეფასება რომ მოგცეთ, ჩემი მხრიდან არ იქნება კორექტული, ჩემი კომპეტენცია არ არის, ალბათ არიან ადამიანები საქართველოში, რომლებიც ამაზე კონკრეტულ პასუხს გაცემენ. მე შემიძლია ეს საკითხი
ამ საკითხს პასუხი გავცე დღევანდელი თემიდან გამომდინარე, ანუ ევროკავშირის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მართლაც უკანასკნელ წლებში ევროკავშირის მხრიდან გამოცემულ დოკუმენტებში, მათ შორის ჩვენთან ინტერაქციაშიც ცალსახად ფიქსირდება ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიის თვალსაზრისით. მე მგონი ამისი შემჩნევა ძალიან მარტივი არის, ბუნებრივია, ყოველთვის შეიძლება იმაზე საუბარი უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, ის რომ თელ რიგ სფეროებში არის სხვადასხვა რეფორმები გასატარებელი, ამას არც მალავს დღევანდელი ხელისუფლება და ეს რეფორმები მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანა და ამბიცია ისევ და ისევ რჩება ის, რომ რეგიონში არა მარტო ჩვენს უშუალო სამეზობლოში, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებში ვიყოთ ლიდერი როგორც რეფორმების, ასევე სხვა კუთხით, განვითარების კუთხითაც და სხვადასხვა ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის, მნიშვნელოვანი რეპუტაციით მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის მაჩვენებლები გამოკითხები სწორედ ამას აჩვენებს, რომ ძალიან ბევრი პარამეტრით ჩვენ წინ ვართ ვიდრე ჩვენი მეზობელი ქვეყნები, მათ შორის ის ქვეყნები, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში არიან გაწევრიანებული. დასაგებია დარბაზში გვესწრებიან სტუდენტები და თუ გაქვთ შეკითხვები, შეგიძლიათ ჩვენ სტუმრებს დაუსვათ. მოგესალმებით, ნათია ბანძელაძე, სტუდენტი. თქვენ საკმაოდ ბევრი საუბრეთ რეფორმების შესახებ, რომლებიც ტარდება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. და მართლაც საინტერესოა, რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, ევროკავშირში ინტეგრაცია რას ნიშნავს ქართული საზოგადოებისთვის, თითოეული ადამიანისთვის. ანუ როგორია, რას წარმოადგენს ევროპული ღირებულებები ქართული საზოგადოებისთვის? კარგი, შეკითხვა. კი ბატონო, ალბათ რამდენიმე თქვათ განზომილება აქვს ამ პასუხს ამ კითხვაზე. ევროპაში ინტეგრაცია ერთ მხრივ, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმ 4 თავისუფლების განხორციელებას, სრულად განხორციელებას, რომელიც ევროპული ინტეგრაციის საფუძველს წარმოადგენს. ეს არის ადამიანების თავისუფლად გადაადგილება საქართველოსდან ევროპაში, ევროკავშირში და ევროკავშირიდან საქართველოში, ეს არის საქონლის თავისუფლად გადაადგილება, ეს არის იგივე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ან მასზე უფრო ღრმა რეჟიმი, ეს არის კაპიტალების მოძრაობა თავისუფალი და რა თქმა უნდა მომსახურების მოძრაობა. ეს არის მინიმალისტური, ესე ვთქვათ, შეხედულებით, რას გვაძლევს ჩვენ ევროკავშირის გაწევრიანება. ასეთი ვთქვათ, თანამშრომლობა, ან ასეთი ურთიერთობები ევროკავშირთან ჩამოყალიბებული აქვს არა მარტო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, არამედ ზოგიერთ არაწევრ სახელმწიფოსაც კი, როგორც არის შვეიცარია, მაგალითად ნორვეგია, ისლანდია, ან ლიხტენშტაინი და სულ უფრო უახლოვდებიან ასევე სხვა ქვეყნები, მაგალითად კანდიდატი სახელმწიფოები, როგორც თურქეთი, ხორვატია და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს პერსპექტივა იმისა, რომ ესეთი ფუნქციონალური ინტეგრირება მოვახდინოთ ევროკავშირთან. მე არ ვლაპარაკობ ინსტიტუციონალურ ინტეგრაციაზე, როდესაც ჩვენ წევრები ვხდებით. ფუნქციონალური ინტეგრირებაც კი, როდესაც ეს თავისუფლებები მუშაობს, უკვე მნიშვნელოვანია და უკვე ძალიან დიდ შეღავათებს აძლევს თვითონ ყოველ კერძო, ასე ვთქვათ, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მოქალაქეს. მაგრამ ამის გარდა ევროპაში ინტეგრაცია არის მეორე შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი რაღაც ქვეყნისთვის, ეს არის ქვეყნის მოდერნიზაცია, ქვეყნის შეცვლა, მისი ტრანსფორმაცია და გადაკეთება, ჩამოყალიბება ევროპული ყაიდის სახელმწიფოდ. ძალიან კარგია ჩემის აზრით ის, რომ ევროკავშირში არ იღებენ პირდაპირ ნებისმიერ სახელმწიფოში. მაგალითად, იყო პერიოდი, როდესაც ევროკავშირში ესეთი ძლიერი მოთხოვნები არ არსებობდა ევროკავშირში მიღებაზე, უბრალოდ სახელმწიფოები, მეზობელი სახელმწიფოები თანხმდებოდნენ, აი ვთქვათ, როგორ შეიქმნა ევროკავშირი, იქ ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე რამდენიმე სახელმწიფო შეთანხმდნენ, შექმნიან რაღაც გაერთიანებას, ხო? მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკვე კონკრეტულად ქვეყანა რას წარმოადგენს თავისი ფასეულობების თვალსაზრისით, თავისი ეკონომიკური, სოციალური სხვა სახის სისტემების თვალსაზრისით, რომელზეც ის აგებულია და მე მგონია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია პირველ რიგში არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ქვეყანა თავისთავად ხდება ევროკავშირის ყაიდის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ყაიდის სახელმწიფო და რაც პირდაპირ მოქმედებს უკვე ნებისმიერ მოსახლეზე, ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში. იცვლება მისი ცხოვრების წესი, სახელმწიფოს მასთან დამოკიდებულება და ასე შემდეგ. პრაქტიკულად ევროკავშირის წევრი ქვეყანა არის კეთილდღეობის სახელმწიფოს მოქალაქე, ვიტყოდი ასე. და აი აქეთკენ მიისწრაფის ქვეყანა და მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირში ცდილობენ გაწევრიანებას. მე სრულად დავეთანხმები ბატონ კახას და ჩემთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ
წესი ცხოვრების წესი არის ევროპული ცხოვრების წესი. ეს არის ალბათ ინტეგრაცია ევროპაში, ვიდრე ვთქვათ რაღაც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, ხელშეკრულებაზე მეტი არის ვთქვათ ისეთი ტიპის ქვეყნის მოწყობა, როგორიც არის ევროპა, შუაგული ევროპა და ანუ თითოეული მოსახლის, თითოეული ადამიანის, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ისეთივე უკეთესობისკენ წავა, ანუ ცხოვრება იქნება უკეთესი და დაცული იქნება როგორც სოციალურად, ისე პოლიტიკურად, ექნება ადამიანის გამოთქმა, თავისუფლად თავის აზრის გამოთქმისა, ექნება არჩევანის გაკეთება, თავისუფალი არჩევანის გაკეთება და წესი ცხოვრების იქნება ქართული, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მიახლოებული ევროპისკენ, რომლისკენაც ამდენი საუკუნეების მანძილზე მივიღწოდით. დარბაზში თუ გვაქვს კიდევ შეკითხვა და შემდეგ კი ბატონო. მოგესალმებით ბატონო სერგეი ირაკლი ბატკოშვილი სტუდენტი. თქვენთან მექნება შეკითხვა. საქართველოს დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი საერთაშორისო არენაზე არის რუსეთის ინტეგრაცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ამერიკა და ევროპა მხარს უჭერს ამ პროცესს, თუმცა ჩვენ გვაქვს ვეტოს გამოყენების უფლება და გვაქვს რაღაც საკითხები, პრინციპული საკითხები. საინტერესოა დათმობს თუ არა საქართველოს თავის პოზიციებს და ინტერესებს და რამდენად პრინციპული იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვა შორის მინდა დავამატო ამ შეკითხვას ბატონო სერგი, გაჩნდა მოსაზრება, არ ვიცი რამდენად საფუძვლიანია, თქვენ მიპასუხეთ ამაზე, რომ ევროკავშირმა იმიტომ გაამკაცრა რაღაც წინაპირობები, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს და შემდეგ ამ შეკითხვასაც უკვე როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს და რუსეთის მოლაპარაკებები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ახალი თემა არ არის, ბოლო 10 წლების ლაიტმოტივია, შეგვიძლია ესე დავარქვათ. ამ ხნის განმავლობაში იყო პერიოდი, როდესაც საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ რაღაც პრინციპებზე, ეს იყო 2005-2006 წლები, შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც ეს შეთანხმება იქნა დარღვეული რუსეთის ფედერაციის მხრიდან. დღეს ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს პოზიცია იყო ძალიან ერთგვაროვანი და არ იცვლებოდა. ანუ ჩვენი პოზიცია იყო ყოველთვის მსგავსი, ჩვენ არ შეგვიძლია არასოდეს ხაზი, რომელიც ხონდა რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენი ხაზი იყო ძალიან მარტივი. რეალურად ეს არის შემდეგი. ჩვენ ვამბობთ, ჩვენ რადგანაც ვართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ დავიცვათ ამ ორგანიზაციის წესები და რეგულაციები. თუ რუსეთს სურს გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი, მანაც უნდა აიღოს იგივე ვალდებულებები და მანაც უნდა დაიცვას ის წესები და რეგულაციები, რომლებიც არსებობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. აქედან გამომდინარეობს შემდეგი ლოგიკური დასკვნა, რომ მანამ სანამ რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან მიმართებაში არ ღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს და რეგულაციებს, მანამდე საქართველოს ვერ შეძლებს დათანხმებას რუსეთის ფედერაციის წევრობაზე. კონკრეტულად საკითხი, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობთ, ასევე არ არის დასამალი, ყველამ კარგად იცის, ეს არის საკითხი, რომელიც ეხება ორი უკანონო საბაჟო გამშვები პუნქტის ოპერირებას საქართველოს და რუსეთის ფედერაციის საბაჟო ტერიტორიებს შორის. მოდით დავანებოთ ამ თემის პოლიტიზაციას რო არ მოვახდინოთ, ვილაპარაკოთ ჩვეულებრივად ორი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე. ორი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე არსებობს ორი უკანონო საბაჟო გამშვები პუნქტი. ჩვენი პოზიცია არის, რომ მანამ სანამ რუსეთი გახდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, უნდა მოხდეს ამ საბაჟო გამშვები პუნქტების მოყვანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების და რეგულაციებთან შესაბამისობაში. ეს არის მთავარი ამოცანა ჩვენი მოლაპარაკებების, როგორც იცით, სულ ამდენიმე ხნის წინ ეს მოლაპარაკებები განახლა შვეიცარიული მხარის შუამავლობით, შვეიცარია არის ის მხარე, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს მოსკოვში და რუსეთის ინტერესებს თბილისში. უკვე ჩატარდა პირველი რაუნდი ამ მოლაპარაკებების, იგეგმება რომ მეორე რაუნდი ჩატარდება თვის ბოლოს. იგივე საკითხი განიხილება, ჩვენი პოზიცია ყველასათვის ნათელი არის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თუ რუსეთის ფედერაცია სურს გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მას მოუწევს იმ წესებით თამაში, რომელიც არსებობს ამ ორგანიზაციაში. და რაც ეხება იმ მოსაზრებას, რომელზეც მე გკითხეთ, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი აი ამ წინაპირობების გამკაცრებასა და საქართველოს პოზიციას შორის? ხო, მე არ დავიწყებ სპეკულირებას, იმიტომ რომ ჩვენთან ურთიერთობაში ეს საკითხი არასოდეს არ ყოფილა დაყენებული ისე როგორც თქვენ ამაზე შესახებ არის საუბრები სხვადასხვა წრეებში, მაგრამ ჩემი აზრით არ იქნება სწორი, რომ ამასთან დაკავშირებით მოვახდინოთ სპეკულირება. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ჩვენი საუბარი წავიდა დასასრულისკენ, უბრალოდ ამოიწურა ჩვენი დრო, დღეს მოგვიწია ცოტა უფრო ზოგადად საუბარი, იმიტომ რომ პირველი გადაცემაა და
იმედია კვლავ იქნებით ხშირად ჩვენი სტუმარი, როდესაც უფრო კონკრეტულ საკითხებზე გადავალთ მომდევნო გადაცემებში. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელმძღვანელი კეთე მამაშაკიძე, დიდი მადლობა. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი ბატონი კახა გოგოლაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა მინდა გითხრათ გადაცემაში მობრძანებისთვის. გადაცემის მესამე ბლოკში კი საინტერესო ფაქტები ევროკავშირის შესახებ, უინსტონ ჩერჩილის ისტორიული სიტყვა და პირველი ნაბიჯები ევროპული ერთობის შესაქმნელად. რამდენიმე წუთში. The great majority of all the people in all the parties, in all the freedom-loving countries, no matter where they dwell or how they... ეთერშია გადაცემა ევროპული არჩევანი და ბოლო მესამე ბლოკში წარმოგიდგენთ საინტერესო და ისტორიულ ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. უინსტონ ჩერჩილი ციურიხის უნივერსიტეტში 1946 წლის 19 სექტემბერს წარმოთქმული სიტყვა. ალბათ გაგაოცებთ ის, რის თქმასაც ახლა ვაპირებ. პირველი ნაბიჯი ევროპული ოჯახის აღდგენის გზაზე უნდა იყოს პარტნიორობა საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მხოლოდ ამ გზით შეძლებს საფრანგეთი ევროპის მორალური და კულტურული წინამძღოლის როლის დაბრუნებას. ევროპა ვერ აღორძინდება სულიერად ძლიერი საფრანგეთისა და სულიერად ძლიერი გერმანიის გარეშე. ევროპის შეერთებული შტატების სტრუქტურა ისეთი უნდა იყოს, რომ ცალკეული სახელმწიფოების მატერიალურ ძლიერებას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდეს. მცირე რიცხოვან ერებსაც ისეთივე მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, როგორც დიდებს და თავიანთ ღირსებას ისინი იმ წვლილის მიხედვით უნდა იხვეჭდნენ, რომელიც საერთო საქმეში შეაქვთ. ჩვენი მუდმივი მიზანი უნდა იყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენება და გაძლიერება. მსოფლიო მასშტაბის ამ კონცეფციის გათვალისწინებით, ჩვენ ხელახლა უნდა შევქმნათ ევროპული ოჯახი რეგიონული სტრუქტურით, რომელსაც შეიძლება დაერქვას ევროპის შეერთებული შტატები, ხოლო პირველი პრაქტიკული ნაბიჯი უნდა იყოს ევროპის საბჭოს ჩამოყალიბება. თუ თავდაპირველად ევროპის ყველა სახელმწიფო არ ისურვებს ან არ ექნება შესაძლებლობა შეუერთდეს ამ კავშირს, უნდა გავაერთიანოთ ისინი, რომლებსაც ექნებათ ამის სურვილი და შესაძლებლობა. ამიტომ მოგიწოდებთ, ვაშენოთ ევროპა. And we look forward with confidence to the day when that union will be achieved. ოცნება ახალ ევროპაზე, რომელიც გადალახავდა ანტაგონისტურ ნაციონალიზმს, საბოლოოდ იმ მოძრაობებიდან აღმოცენდა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოიშვა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ევროპულ ინტეგრაციას ბიძგი მისცა ევროპის ფედერალისტური და ფუნქციონალური მოწყობის იდეებმა. ამ იდეათა ავტორები არიან იტალიელი ფედერალისტი ალტიერო სპინელი და ჟან მონე. ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო შუმანის გეგმის, ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანების შექმნა 1951 წელს. 1986 წლის ევროპული აქტი, 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ და ბოლოს ამსტერდამის ხელშეკრულება 1997 წელს შეადგენენ ევროკავშირის კონსტიტუციურ საფუძველს, რომელიც 1998 წლის ევროკავშირის იდეების ხორცშესხმაა. ევროპული არჩევანის პირველი გადაცემა დღეს ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს საღამო 10 საათზე პირველ არხზე. ნახვამდის.